საქმის კურსი იწყებს თქვენთვის პირდაპირ ეთერში მუშაობას და ამას ბექა ბაციკაძე წარმოგიდგენთ. ვიყურებთ ტელეპიროზე და გუსმენთ ჩვენი პარტნიორი რადიოების თბილისის და ჰერეთის საშუალებით. ყაზტრანსგაზის მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფი 9 თეთრით გაიზარდა. CEMEC-ის ხდომაზე დღეს მიღებული გადაწყვეტილებით 1 კუბური მეტრი გაზის მოხმარებისათვის მომხმარებელი 46.15 მიასედი თეთრს გადაიხდის, ნაცვლად 45.62 მიასედი თეთრიცა. შესაბამისად სამომხმარებლო ტარიფი დაახლოებით 9 თეთრით გაძვირდა. CEMEC-ის ხდომა გრძელდება და მარეგულირებელი კომისიის წევრები ამ ეტაპზე სოკარ ჯორჯიასა და საქორგაზის ტარიფებზე მსჯელობს. დათო ჯალღონი იმყოფება CEMEC-ში და სწორედ ის გვერდება პირდაპირ ეთერში ბოლო ინფორმაციით. დათო, შუა დღე მშვიდობის, გისმენთ. თბილისის მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის ბუნებრივი გაზის საფასური დაახლოებით 9 თეთრით გაიზარდა, თუმცა აქ ჩვენ უნდა განმარტოთ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ჩვენ თბილისის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი 45.62 მიასედ თეთრს 1 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მოხმარებისთვის ვიხდიდით, იმიტომ რომ 2013 წელს თავად მთავრობას ჰქონდა დასუბსიდირებული ბუნებრივი გაზის ტარიფი გამონაწილეებელ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში კი საქართველოს მოსახლეობას მოუწევდა 50 თეთრის გადახდა, როგორც ეს 2007-დან 2013 წლამდე იყო, რადგან 2007 წელს CEMEC-მა სწორედ 50 თეთრიანი ტარიფი დაადგინა 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მოხმარებისთვის. შესაბამისად, სწორედ აი ეს დეტალები ირინა მილორავამ განმარტა ჟურნალისტებთან სხდომის ერთი ნაწილის დასრულების შემდეგ, რომელიც ეხებოდა ყაზრანსგაზის ტარიფს და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ უკვე რა თანხა მიუვა გადასახადის სახით საქართველოს მოსახლეობას უკვე აგვისტოში, ეს დამოკიდებული იქნება სუბსიდირების აღნიშნული სქემა გაგრძელდება ისევე უცვლელად თუ შეიცვლება რაიმე. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ჯერი მთავრობაზეა. ახლა კი მოусმინოთ ირინა მილორავას. ჯერჯერობით დადგენილია ტარიფი მხოლოდ ყაზრანსგაზ თბილისისთვის. კომისიის მიერ დადგენილი ზედაზღვრული ტარიფი გახლდათ 50.620 თეთრი. დღეს დავადგინეთ ტარიფი 46.153 თეთრის ოდენობით. ესეც გახლავთ ზედაზღვრული ტარიფი. თუმცა შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში ბუნებრივი გაზის გასაყიდ ფასს განსაზღვრავს მთავრობასა და განაწილების ლიცენზიატორს შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომლითაც ბუნებრივი გაზის კომისიის მიერ დადგენილი ტარიფი შემცირებულია 5 თეთრით. ანუ დღეს არის გასაყიდი ფასი, ფაქტობრივი გასაყიდი ფასი თბილისში არის 45.620 თეთრი, კომისიის მიერ დადგენილი არის 46.153 თეთრის დონეზე. რა იქნება ხვალ გასაყიდი ფასი დამოკიდებულია იმაზე, გაგრძელდება თუ არა მთავრობასა და კომპანიებს შორის მემორანდუმით გათვალისწინებული სუბსიდირება. თუ ეს სუბსიდირება არ გაგრძელდება, ახალი ფასი თბილისის არეალში იქნება 46.153 თეთრი, რაც არის დაახლოებით 0.5 თეთრით მეტი, ვიდრე დღეს მოქმედი ამ წუთისთვის მოქმედი ბუნებრივი გაზის ფასი. მემორანდუმი გახლავთ სამართლებრივი დოკუმენტი, რომელსაც ყავს ორი მხარე, საქართველოს მთავრობა და მეორე გამონაწილებელი კომპანიები. შესაბამისად, მისი ცვლილება შესაძლებელია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ბუნებრივი ნებისმიერ დროს. ყაზრანსგაზ თბილისის ტარიფის დადგენის შემდეგ განცხადება ჟურნალისტებთან გააკეთა კომპანიის სპეციალურმა მმართველმა მამუკა კობახიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანია იმსჯელებს წარმოდგენილ ტარიფზე, რამდენად მოუხდება და მოუწევს კომპანია სამომავლო თავის საინვესტიციო გეგმების გადახედვა და საერთოდ დაეთანხმება თუ არა წარმოდგენილ ტარიფს და შესაძლოა აქედან გამომდინარე გამორიცხული არ არის, რომ 2018 წლის 31 დეკემბრამდე კომპანიამ ხელახლა მიმართოს CEMEC-ს ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების დადგენის მიზნით. სწორედ 2018 წლის 31 დეკემბრამდეა CEMEC-ის დღევანდელი ტარიფი ძალაში. ჩვენ მქონდა კომისიაზე წარდგენილი ჩვენი ხარჯების ნაწილის სრული შემადგენლობა აუდირებული. შესაბამისად კომისიამ გაითვალისწინა ნაწილი არ გაითვალისწინა და გათვალისწინებული ნაწილშიც გაყო, ვინაიდან კომპანია როგორც მოსახურებას იწვევს როგორც სოციალურ, ასევე კომერციული სეგმენტი. ამიტომ დაადგინა სოციალური სეგმენტისთვის ზღული ტარიფი, რომელიც არის 46.1 თეთრი. ისეთი ხარჯები, როგორც არის მაგალითად საფრთხის გადასახადი, ბანკების მომსახურების ნაწილში
ეს არ იქნება გათვალისწინებული, ჩვენ გადავიდეთ ჩვენ ფინანსურ გეგმას, როგორც იცით, ტარიფი დადგენილია 2018 წლის ბოლომდე და ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ იმის უფლება, რომ თუ არ დავეთანხმებით, განმეორებით შევიტანოთ დასაბუთებული ზიანდებები. დღევანდელ სხდომას ესწრებიან ექსპერტები, პოლიტიკოსები, მათ შორის საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები და ზურაბ ჭიაბერაშვილმა დეპუტატმა დასვა კითხვა სემეკის სხდომის მიმდინარეობის პროცესში, თუ რატომ გაითვალისწინა კომისიამ ახალი ტარიფის გამოყვანისას დოლართან მიმართებაში გაცვლითი კურსი 2 ლარი და 50 თეთრი, რაზეც პასუხი ირინა მილორავასგან მიიღო. დღეს მოქმედი კურსი რო აგვეღო, ტარიფი ცოტა უფრო მეტი იქნებოდა, ცოტა უფრო ნაკლები და კიდევ უფრო დავაზუსტოთ მათთვის, ვინც არ არის ასე ვთქვათ დეტალებში ჩახედული, როგორც მე მივხვდი კომპანიის წარმომადგენლისთვის სამხმარებლო ტარიფი 9 თეთრით გაიზრდება. ანუ 45 თეთრი იყო და 46 და 1/10 იქნება, როგორც თქვენი დათვლიდან ჩანს. ანუ დაახლოებით 9 თეთრით იზრდება თბილისში სამხმარებლო ტარიფი. 2.4 გამოყენება კომისიის მხრიდან არ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება ერთი მარტო მიზეზის გამო. ჩვენ ყოველთვის გვაქვს კორექტირების შესაძლებლობა. ჩვენ რო დღეს ავიღოთ 2.4 კურსი და მომავალ დღეს რაიმე განსაკუთრებული მოხდეს, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ ამ დარბაზში დავბრუნდებით და დავიწყებთ საკითხის განხილვას. მით უმეტეს თუ ჩვენ ვამბობთ, რომ კურსის კორექტირება კომისია აუცილებლად მოახდენს, მაგალითად ასეთი რამ მოხდება, თქვა ელექტროსადგურებთან მიმართებაში. ამიტომ ჯობია რომ გავითვალისწინოთ ის კურსი, რომელიც მინიმუმ წლის ბოლომდე განსაკუთრებულ ყევებს არ გამოიწვევს და კომპანიებს მისცეს შესაძლებლობას, რომ ნორმალურად იფუნქციონიროს. ყაზტრასგაზ თბილისის ტარიფის დადგენის შემდეგ ჩვენ ვესაუბრეთ ენერგეტიკოს გია არავიძეს, რომელმაც მოკლედ განმარტა წინაპირობები ამ ახალი ტარიფის გამოყვანის პროცესში. გია არავიძემ აღნიშნა, რომ ამ ტარიფის დადგენისას ლომის წვლილი შეიძლება ითქვას, რომ მიუძღვის სოკარტსა და სახელმწიფოს შორის გაფორმებულ ბოლო პერიოდში განახლებულ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც სოკარის საქართველოს სოციალურ გაზს, ეგრეთ წოდებულ სოციალურ გაზს, ნაცვლად 120 დოლარისა 1000 კუბურ მეტრზე აწვდის $105, რამაც შეიძლება ითქვას, რომ იქონია მნიშვნელოვანი გავლენა ახალ ტარიფზე და იმაზე, თუ რატომ არ გაიზარდა უფრო მეტად ბუნებრივი აირის საფასური, ვიდრე ეს 9 თეთრია. მოიმატა ტარიფმა, მაგრამ მოიმატა ძალიან მშვიდად. აი ამ ტარიფის სიმშვიდე თუ მიაქციათ ყურადღება არის ის მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა სოკარსა და საქართველოს მთავრობას შორის. $15 მოკლება 1000 კუბურ მეტ გაზის ძალიან დიდი ციფრია და სერიოზული ციფრია. ამანაც და მთელმა რიგმა ღონისძიებებმა რაც გააჟღერეს, ეს განაპირობა ის, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი ტარიფი თბილისისათვის. ეხლა მეც დავსვი ეს შეკითხვა თქვენ მოისმინეთ, რამდენად მყარი და საიმედოა ეს ტარიფი და რამდენხან შეიძლება გაგრძელდეს ეს სიტუაცია. ორი კომპონენტი აქვს. თუ ფასი, შესაძლებელი ფასი 1000 კუბურ მეტ გაზზე შენარჩუნდება $105 ფარგლებში და ჩვენი დოლარი და ლარი ერთმანეთს შორის ითამაშებენ 2 და 4 და 2025 შორის, მაშინ ეს ტარიფი იქნება მყარი. სხვა შემთხვევაში სემექს აუცილებლად დაჭირდება ტარიფების განახედვა ან წინ წასვლის და ან უკან წამოსვლის მიმართულებით. და ამ წუთებში გახდა უკვე ცნობილი სოკარ ჯორჯია გაზის სამომხმარებლო ტარიფი. სემეკმა ერთიანი ტარიფი დაადგინა ყველასთვის სოკარ ჯორჯია გაზის აბონენტებისთვის და ეს DGG-ს ჩათვლით არის 56.94 მიასედი თეთრი. ამ ეტაპზე რთულია ამ წუთებში ვთქვათ, ვისთვის გაიზარდა რეგიონებში ბუნებრივი გაზის ღირებულება და ვისთვის შემცირდა, რადგან სოკარ ჯორჯია გაზმა უკანასკნელი წლების განმავლობაში შეიერთა დაახლოებით 41 განაწილების ლიცენზიანტი კომპანია. შესაბამისად, მათთვის დღეს უკვე ერთიანი ტარიფი მოქმედებს და როგორც გითხარით, ეს იქნება 56.94 მიასედი თეთრი. ბექა მადლობა დათო ჯავაღონიას ბოლო ინფორმაციისთვის, რომელიც სემექში იმყოფება. რამდენიმე წუთში ჩვენი სტუმარი იქნება ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ქალბატონი მარიამ ვალიშვილი, თუმცა იქამდე